ბატონო გზარ, მიუხედავად არაერთი აქტუალური საკითხისა, სულ უფრო და უფრო ცხელი ხდება და მწვავე დისკუსიის სახეს იღებს ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებული თემა, ამიტომ მოდით ამით დავიწყოთ. თქვენი კოალიცია ხო ვიცით, რომ მუნიციპალურ არჩევნებში ჩართვას არ განიხილავს და ბოიკოტისკენ მოუწოდებს სხვა ოპოზიციურ ძალებსაც, თუმცა აი მაგალითად სხვანაირად და სხვაგვარად ფიქრობენ ევროპარლამენტარები. ნახავდით და წაიკითხავდით ხო გუშინ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს საკითხზე ანგარიში დაამტკიცა, რომელშიც ნათქვამია, რომ ადგილობრივი არჩევნების საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მდგრადობის კიდევ ერთი ტესტია. ამ კონტექსტში კი ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ოპოზიციას გამოიყენოს ეს შესაძლებლობა. აი რა გაქვთ სათქმელი ამ შემთხვევაში არა ვთქვათ იმ ოპოზიციური ძალებისადმი, რომლებიც განიხილავენ მუნიციპალურ არჩევნებში ჩართვას, არამედ ევროპარლამენტის წევრებისადმი და რით იხსნით მათ ამ პოზიციას? პასუხი არის შემდეგივე აბზაცში აი ამ რეზოლუციის, სადაც წერია, რომ არჩევნები უნდა იყოს ჩატარებული თავისუფალ გარემოში, რომ ის არ უნდა ტოვებდეს მიკერძოების ნიშნებს. პირდაპირ არის საუბარი იმაზე, რომ არჩევნებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, ცხადია და ეს იცის ყველა პოლიტიკურმა პარტიამ. პოლიტიკა არის არჩევნებში მონაწილეობა, ელექტორალური დემოკრატია ეს არის, მაგრამ თუ ეს არჩევნები არის ფარსი, თუ ეს არჩევნები არის გაყალბებული, მაშინ ამ არჩევნებში მონაწილეობას არავითარი აზრი არ აქვს. და ზუსტად შემდეგი აბზაცი იმ აბზაცისა, რომელიც თქვენ წაიკითხეთ, იქ პირდაპირ წერია ამის შესახებ. ასე რომ წყლის ნაყვას არავინ არ ვაპირებთ, არჩევნებში რა თქმა უნდა ყველა სურს მონაწილეობა, ძალიან მნიშვნელოვანია ეს პოლიტიკური პარტიებისათვის, მაგრამ როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისია არის მთლიანად მიტაცებული, როდესაც აშკარა ნიშნები ვნახეთ იმისა, როგორ გააყალბეს წინა არჩევნები და როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო პროტესტი, სწორედ იმის გამო, რომ არჩევნები არის წართმეული ქართული ხალხისათვის და ის არ გამოხატავს ჩვენი საზოგადოების ნებას, ხო სწორედ ამიტომ მიმდინარეობს ახლა აქტიური პროტესტის გამოხატვა ხელისუფლებას. პარტნიორებს იმაში, რაზეც საუბრობთ, რომ CSKO არის მიტაცებული არჩევნები გაყალბდება, რომ ქართულ ხალხს ევროპელ პარტნიორებს პირდაპირ წერია, აი მაგ აბზაცის შემდეგ, რომელიც როგორც შესაძლებლობას ისე შეხედა. დიახ, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ კი ეს არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი. და იქ პირდაპირ შემდეგივე აბზაცში წერია ამის შესახებ. რაც შეეხება მთლიან კონტექსტს აი ამ რეზოლუციის იცით საუბარი არის დაკავებულ ლიდერებზე, საუბარია დაკავებულ აქტივისტებზე, პოლიტიკურ პატიმრებზე, სწორედ ამაზეა ლაპარაკი. თუ არ არსებობენ პოლიტპატიმრები, თუ არ არსებობს მიუკერძოებელი საარჩევნო კომისია, რა თქმა უნდა, არჩევნები არის ერთადერთი რამ, რაც ასულდგმულებს დემოკრატიულ საზოგადოებას. მაგრამ როდესაც არსებობს ერთი პარტიის ორი ლიდერი უკვე დაჭერილი და სულ რამდენიმე დღეში ელოდება დაკავებას ნიკა გვანამია, როდესაც არსებობს 50-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი, როდესაც ქალ ჟურნალისტებს იჭერენ თითქოს და ვიღაცას რაღაც ატკინეს მათ, ხო, ამ შემთხვევაში ნებისმიერ არჩევნებზე ლაპარაკი ნიშნავს იმას, რომ ხდები ივანიშვილის სისტემის ნაწილი და ამ შემთხვევაში პარალელს თუ მოვიშველიებთ, ასე იყო რუსეთში. ნამდვილ პოლიტიკურ ლიდერებს იჭერდნენ, ციხეში სვამდნენ, კლავდნენ ხანდახან პირდაპირ კრემლის კედლებთან, ხოლო ჟირინოვსკი და ზუგანოვი იყვნენ ვითომს და სისტემური ოპოზიცია პუტინის. ჩვენ არ გვსურს, რომ რამდენიმე წუთის წინ გიორგი გახარიას წარმომადგენელი ვსტუმრობდა გადაცემაში, მან დასვა ასეთი კითხვა, თუ არ შედიხართ არჩევნებში, მაშინ რა არის თქვენი მოქმედების გეგმა B? აი მართლაც თუ არჩევნებში არ უნდა შევიდნენ ოპოზიციური პარტიები, მაშინ ჩდება კითხვა, რა რესურსი აქვს ოპოზიციას, რომ ასე ვთქვათ, არასაარჩევნო გზით შეცვალოს და დაამარცხოს ქართული ოცნება. რა რესურსიც აქვს, არა მხოლოდ ოპოზიციას, არამედ ოპოზიციას, როგორც ქართული საზოგადოების ნაწილს, ეს ყველამ კარგად დავინახეთ 6 თვის განმავლობაში. არ არსებობს არც ერთი დემოკრატიული ქვეყნის მხრიდან აღიარება იმ არჩევნების შედეგების, რომელიც მიიტაცა ქართულმა ოცნებამ. აი იმ პროტესტმა, რომელიც არსებობს დღეს ქუჩაში, იმ ერთსულოვნებამ, რომელიც გამოიხატა საპარლამენტო მანდატების ბოიკოტირებაში, მოიყვანა ეს დღე, როდესაც მთელი მსოფლიო ეუბნება ქართულ ოცნებას, რომ თუ მას უნდა რომ იყოს აღიარებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ, მან უნდა გაითვალისწინოს დემოკრატიული მოთხოვნები ჩვენი ოპოზიციის და ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები. ასე რომ ის ბრძოლა, რომელიც დღეს მიმდინარეობს, თავის შედეგებს ამ ბრძოლას უკვე აქვს
და ჩვენ ყველანი ვხედავთ ამ შედეგებს. ხოლო ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, გზების მოხრეშვაზე საუბარი, ლეგიტიმაცია, ავტოკრატიის რა შედეგებს მოიტანს, მე მგონი ეს ისედაც არის სახეზე. ამიტომ შეკითხვა ისე კი არ უნდა ჟღერდეს ახლა, რომ რა არის მეორე გეგმა. შეკითხვის დღეს ისე რომ გეგმა უკვე არსებობს, ეს გეგმა ხორციელდება ქართული ხალხის, ქართული პოლიტიკური საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ჟურნალისტების მიერ, მას აქვს თავისი ხელშესახები შედეგები, ხოლო ის, რაზეც თქვენ ბრძანეთ, რომ უთქვამთ აქ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ეს საერთოდ არ არის გეგმა. იმიტომ რომ საქართველო ახლა არის ცივილიზაციურ გზაგასაყარზე. ხელისუფლება იძახს, რომ მისთვის ნაკლები მნიშვნელოვანია დემოკრატიული პრინციპები, ხელისუფლება სურს შეინარჩუნოს ძალადობით მმართველობის უფლება, ხოლო ქართულ საზოგადოებას სურს დემოკრატიული განვითარება. მე ვფიქრობ, აქ ყველაფერი ნათელი არის. ხა არ უნდა დავემსგავსოთ ადამიანებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ კომპარტიაში შევალ და შიგნიდან შევცვლი კომუნისტურ პარტიას და ასეთები იყვნენ, იცით და მთელი კასტა იყო ასეთი ადამიანების. ივანიშვილის სისტემის ნაწილად ქცევა. ბოდიშვი ხდი ამაზე, მაგრამ ივანიშვილის სისტემისთვის ლეგვის ფოთლად გადაქცევა არ ჭრის იმ პრობლემებს, რომელიც ქართულ ხალხს და ქართულ საზოგადოებას აქვს და ეს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უნდა გაითვალისწინოს. ეს თემა რომ შევაჯამოთ, ხა ორად იყოფა ოპოზიციაში აზრი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებაში. გახარიას პარტია ისე როგორც ლელო არ გამორიცხავენ, რომ შევიდნენ მუნიციპალურ არჩევნებში და რადგან ლელო ახსენეთ, ხა თქვენ 2 დღის წინ პოსტი მიუძღვენით მამუკა ხაზარაძეს და მის პარტიას და ასეთი კითხვაც დასვით, სად გაგაქვთ ეგ ლელო საქართველოს კარშიო მიმართეთ ხაზარაძეს და მის გუნდს. აი რა გონიათ ამ ორი პარტიის ასე ვთქვათ мотиваცია და მიზანი, როცა ისინი იჭერენ იმ პოზიციას, რასაც ახლა მე არ ვიცი ეს мотиваცია თუ მაგრამ მე ვიცი შედეგი რა იქნება ასეთი ნაბიჯის ამ პოლიტიკური პარტიების მხრიდან. ეს იქნება ავტოკრატიის განმტკიცება. ივანიშვილს და პოლიტიკურ ოპოზიციას იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილის სისტემით დაიწყებენ ოპერირებას, საბოლოო ჯამში ერთი შედეგი ექნება და ეს შედეგი იქნება ქართული საზოგადოების უკუსლა. სხვა შორის ლელომ რომ ამას მცირე ისტორია აქვს, ხო? ჩვენ საუბრობდით დისკუსიაზე, ამ შესვლაზე, ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში, მაშინ ითქვა რომ იცი ძალიან ადრე ამაზე ლაპარაკი ეს ივანიშვილის წისქვილზე წყლის დასხმაო, შემდეგ უკვე ქალბატონი ზურაბიშვილი გამოვიდა წინააღმდეგობის პლატფორმის სახელით და თქვა რომ არავინ არ ვიღებთ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას თუ კი არ იქნება ეროვნული საპარლამენტო არჩევნები დანიშნული, მაგრამ მას შემდეგ რაც დაიწყო ჩვენი პოლიტიკური ლიდერების დაჭერა, რაც დააკავეს ზურა ჯაფარიძე გამოგონილი ბრალდებებით, ნიკა მელია იქნა გატაცებული, ახლა უკვე იჭერენ გვარამიას, სწორედ მაშინ გაუჩნდა რაღაც ძალუმიე წყურვილი ლელოს, რომ დაიწყოს ივანიშვილთან რაღაც კოოპერირებაზე საუბარი. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდი დრო არის ამისათვის შერჩეული და ძალიან არასწორია ის აქცენტები, რომელთაც ეს პოლიტიკური პარტია გამოდის. ასევე უნდა ვთქვათ, რომ სიტყვა მსჯელობა ისმოდა ყველაზე ხშირად, რომ აი მოდი ვიმსჯელოთ ამ შესაძლებლობებზე. 4 თუ 5 დღეა, ხო, ეს აქტიურად წამოიწია ამ თემამ. შეხედოს ყველამ რა ხდება სოციალურ ქსელებში, შეხედოს თვით იმ პოსტებს, რომელსაც წერენ ლელოს წარმომადგენლები. 1000-ობით კომენტარი და 1%-იც კი არ არის მხარდამჭერი ივანიშვილის არჩევნებში მონაწილეობის. ასე რომ მე ვფიქრობ, ეს მსჯელობაც უკვე დასასრულისაკენ მიდის. ქართული საზოგადოების აზრი ძალიან კარგად გამოჩნდა ახლაც და ადრეც ჩანდა, მაგრამ განსაკუთრებით აი ამ დისკუსიის გარშემო და ახლა ჩემი აზრი არის ეს და ეს არ არის მოწოდება რაღაც ლელოს მიმართ, ნუ გადიუტდებიან შეცდომაში. კიდევ ერთხელ ვამბობ, რუსეთში იყო მსგავსი ვითარება, აღმოჩნდნენ პოლიტიკური ძალები ჟირინოვსკის, ზიუგანოვის სახით და ნამდვილი ოპოზიცია იქნა განადგურებული და შემდეგ პუტინმა შეძლო თავისი პუტინური სისტემის შექმნა, ფსევდოდემოკრატიული სისტემის შექმნა, რომელსაც თვითონ სუვერენულ დემოკრატიას უწოდებდა და შეიყვანა რამდენიმე პოლიტიკური პარტია იქ. ეს აქ არ უნდა მოხდეს. მე ნამდვილად ლელო არ მემეტება ამას. ბატონო გზა, თქვენ ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრება ახსენეთ და ამ თემაზე აუცილებლად დაგისვათ კითხვას იქამდე ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის მიერ მიღებულ დოკუმენტს მინდა ისევ დაუბრუნდეთ
გქონდეთ უშუალოდ დოკუმენტის შინაარსობრივ ნაწილს გულისხმობ. თქვენ გარკვეულწილად შეაფასეთ უკვე ის, რაც ჩაიწერა ამ დოკუმენტში, ამიტომ ახლა ქართული ოცნების მიერ გაკეთებული შეფასებების კონტექსტში გითხავთ, ამ ტიპის რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს. კარგად ვიცით, როგორ ხდება მიღება, რამდენ სიხდიან, რა თანხებზეა საუბარი. ევროპა დღეს არის დაფუძნებული ტყუილზე, სიცრუესა და ცილის წამებაზე. ეს არის ერთ-ერთი შეფასება, რომელიც მართლ პარტიაში მოვისმენთ. ეხლა რადგან ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ასე ვთქვათ, ლობიზმით არის შეფუთული ის ყველაფერი, რაც ბრიუსელიდან თბილისის მისამართით ისმის, დავსვათ მოდით ეს კითხვაც. აი რა შანსი შეიძლება იყოს იმის, რომ ამ ტიპის, აი ასეთი კრიტიკული რეზოლუციების უკან შეიძლება იმალებოდეს დიდი ფული. წარმოუდგენელი არის, ეს არის ყოლად ოდიოზური განაცხადები ქართული ოცნების, თითქოს და ირანში და ჩინეთში ყვავის დემოკრატია და ევროპული საზოგადოება, რომელიც არის ციტადელი დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, პლურალიზმის, რომ ეს არის მიუღებელი და ის იმართება ფულით. ამის შეფასებაც კი ძალიან რთულია, თუმცა პირველი შემთხვევა არ არის. ხო, არსებობს მთელი კონტექსტი, მათ შორის ქრონოლოგიურადაც უკვე მრავალი ხანი არის, 2-3 წელი არის უკვე ასეთი აშკარა თავდასხმები ხდება ჩვენს ევროპულ პარტნიორებს. როდესაც ვამბობთ, რომ ცივილიზაციურია ეს ბრძოლა, ხო, სწორედ ამას გულისხმობთ, რომ ქართული ოცნება წარმოადგენს ანტიცივილიზაციურ ძალას, რომელიც არც არჩევნებს არ ჩაატარებს, არც არანაირ დემოკრატიულ პროცესს არ განახორციელებს, თუ კი ეს მის ხელისუფლებას დაემუქრება. ამიტომ არის ამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შეცვლა რეჟიმისათვის რაღაც ორნამენტების მიკერება, რეჟიმის რაღაც დემოკრატიული ფასადის შელამაზება. ეს არ უნდა დაუშვათ უპირველეს ყოვლისა და ფუჭია მოლოდინი, რომ ეს ხელისუფლება რამეს გააკეთებს, მანამ სანამ ქართული ხალხი საბოლოოდ არ აგზნობინებს, რომ არ მიიღებს მისი თამაშის წესებს. ბატონო გზა, რადგან ევროპასა და ევროკავშირზე გკითხეთ, კიდევ ერთ კითხვას უკვე ევრობარომეტრის გამოკითხვის შედეგებზე დაგისვავთ. გაეცნობოდით ხო ამ ინფორმაციას, საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა შემცირებულია და 59% შეადგენს ამ გამოკითხვის მიხედვით, რომელიც ჩატარდა 2025 წლის გაზაფხულზე. უსამართლო დამოკიდებულებას თავისი შედეგები მოაქვს, ამიტომ ევროკავშირმა უნდა გადახედოს თავის პოლიტიკასო, ასეთია ამ კვლევის შედეგებზე, გამოკითხვის შედეგებზე ისევ და ისევ მართლ პარტიაში გაკეთებული შეფასება. აი თქვენი სათქმელი რა არის ევრობარომეტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებზე და რითი შეიძლება აიხსნას ევროკავშირის სადმინდობის შემცირება, თუ კი რა თქმა უნდა კითხვებს არ იწვევს თქვენთვის ამ კვლევის შედეგები. იქ არის სოციალური კვლევების კომენტირება საერთოდ არის უმადური საქმე, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოება არის ევროპული საზოგადოება, ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი და არა მხოლოდ ბოლოს დააწრეულის, არამედ საუკუნოვანი არჩევანი, ის რომ ეხლა ქართული ოცნების და მისი იდეოლოგიური რუპორების მხრიდან ყოველდღიურად ხდება თავდასხმა ევროპულ ღირებულებებზე, ჩვენს ევროპულ გზაზე, შესაძლოა ახდენდეს გავლენას ადამიანის გონებებზე. თუმცა მტკიცედ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ჩვენი საზოგადოების უდიდეს ნაწილს სურს ევროპა და არა ირანი, სურს ამერიკის შეერთებული შტატები და არა რუსეთი, სურს თავისუფლება, დემოკრატია და არა რაღაც აზიური დიქტატურა. ამიტომ ახლა მე ვარ დარწმუნებული, რომ ეს ევროპული გზა მაინც იქნება განსაზღვრელი ყველაფრის. და ჩვენი საზოგადოება არის მომართული ევროპული განვითარებისაკენ ჩვენი ქვეყნის. აგი და აუცილებლად უნდა გკითხოთ ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრებაზე. ამ დროისთვის 3 ოპოზიციონერი პოლიტიკოსია დაკავებული: ირაკლი ოქროშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია, საიდანაც 2 თქვენი კოალიციის ლიდერია, ჯაფარიძეს და მელიას ხელბორკილები დაედო იმის გამო, რომ არ ითანამშრომლეს საგამოძიებო კომისიასთან და მე უკვე არ გადაიხადეს ამის გამო სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაო. ახლა რამდენიმე დღეში იგივე ელოდება ნიკა გვარამიას, თუ კი რა თქმა უნდა ის არ გადაიფიქრებს და არ გადაიხდის გირაოს. ხომ არ აპირებს, ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, ხომ არ აპირებს გვარამია პოზიციის შეცვლას, მოდით ამასაც კითხავთ და რას შემატებს, აქვე დაგისვავთ კიდევ ერთ კითხვასაც, რას შემატებს ქართული ოცნების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესს, ის თუ კი ლამის ყველა ოპოზიციონერი ლიდერი აღმოჩნდება ციხეში.
არა, რამდენიმე საათის წინ გუშინ ღამე ვისაუბრე დიდხანს ნიკა გვარამიასთან, მას აქვს კიცე ჩამოყალიბებული პოზიცია და არაპირებს რაიმე სხვა რამის გაკეთებას ვიდრე თვითონ აჟღერებდა ამას და საუბრობდა ამის შესახებ, ამიტომ სამწუხაროდ უნდა ველოდოთ, რომ რეჟიმის ანტიდემოკრატიული ხელი ახლა მიწვდება უკვე ნიკა გვარამიასაც და მე მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვათ იმ ბრალდებას, რატომაც აკავებენ. იქნება ერთპარტიულ პარლამენტში წულუკიანის რაღაც კომისია, ეს ადამიანი იწყებს გამოძახებას ადამიანის, იმიტომ რომ პოლიტიკური შოუ მოაწყოს ამ ადამიანების გამოძახებას შედგა და თუ კი ისინი არ თაყვდებიან ამ პოლიტიკურ შოუში მონაწილეობას, ამ შემთხვევაში აგზავნიან ციხეში. აი ეს არის რეალობა ამ საქართველოსი, ეს არის ავტოკრატია მოქმედებაში, რომელსაც ყველა ვხედავთ. ამას უნდა დავამატოთ კიდევ 50-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი, მათ შორის ჟურნალისტები. ამას უნდა დავამატოთ კიდევ ნაცემი ადამიანები. აი ეს არის დღეს დიქტატურის ის სახე, რომელიც საქართველოში არის და ლიდერები, ვალდებულები არიან რომ იბრძოლონ ბოლომდე სიმართლე უთხრან ქართულს და ხანდახან ეს ფასი არის ხოლმე ციხით გადახდილი, თავისუფლების დაკარგვით გადახდილი. და აი ამ კონტექსტში, როცა არის ამდენი პოლიტიკური პატიმარი, როცა ამდენ პოლიტიკურ ლიდერს იჭერენ ციხეში მართალი სიტყვის გამო, მხოლოდ და მხოლოდ არანაირი ანტიკანონიერი ქმედების გამო არ არიან ესენი დაჭერილები. აი ამ პირობებში ქართული ხალხის დარწმუნება იმაში, რომ ადგილობრივ არჩევნებზე უნდა გავიდეთ, თვითონ რაღაცა სოფლის გზების პრობლემა არის, მნიშვნელოვანი ცივილიზაციური გზის პრობლემაა საქართველოში და არა ის ერთ სოფელს მეორესთან როგორი გზა აკავშირებს. ამიტომ არ უნდა მოვატყუოთ ახლა ჩვენი ამომრჩეველი. არ უნდა ვიქცეთ ივანიშვილის პოლიტიკური სისტემის ბოდიშვილთი ამ სიტყვაზე და გამправებლებად. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ვღალატობთ არა მხოლოდ საკუთარ პოლიტიკურ იდეალებს, არამედ იმ ხალხს, რომელიც 100,000-ობით გამოდის ქუჩაში და იცავს თავის თავისუფლებას და თავის ევროპულ მომავალს. და მაინც ბატონო გზარ სად უფრო აწყობს თვითონ ქვეყანას ოპოზიციონერი ლიდერები ციხეში თუ თავისუფლებაზე და რატომ გეკითხებით? აგერ მაგალითად რამდენიმე დღის წინ ნიკა მელიას წინააღმდეგ იცით რომ სისხლის სამართლის კიდევ ერთი საქმე აღძრეს, ხო? ამ შემთხვევაში უკვე მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს და აქ აღსანიშნავი არის ის, რომ ეს მუხლი სასჯელის სახით ჯარიმას საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას და 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს. რა მნიშვნელობა აქვს? 1 წელს მიუსჯიან, შეუძლიათ 5 წელი მიუსაჯონ სხვა საქმეზე. ნიკა მელიას დაკავება როგორ მოხდა? ადამიანი მიდიოდა, როგორც მე მოვედი ახლა თქვენთან სატელევიზიო ეთერში, ისე მიდიოდა ერთ-ერთ გადაცემაში. და 50 კაცი შეიარაღებული დახვდა, იმიტომ პირველი მოთხოვნა იყო, რომ შუშები არის ზომაზე მეტად დაბურული. აი ესეთი ქვეყანა არის ახლა საქართველო. ამიტომ როცა უნდა 5 წელს მოგისჯიან, როცა უნდა 15 წელს მოგისჯიან და ახლა ამ პირობებში რაღაცა ქართული ოცნების დემოკრატიულობაზე ლაპარაკი და წმენა იმისა, რომ მის ჩაატარებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს სამართლიანად, უბრალოდ თვალში ნაცრის შეყრა და შეურაცხყოფა არის მთელი ქართული ხალხის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ შეცდომაში არავინ არ უნდა გაჯიუტდეს. ყველა ვნახეთ ამ დისკუსიის შედეგები, მე მგონი არავითარი აზრი აღარ აქვს ახლა კოოპერირებას ქართულ ოცნებასთან, რაც შეეხება დიქტატურას, ავტოკრატიას და ადამიანების ბრძოლას და ხანდახან უიმედობასაც, რომელიც ჩვენ საზოგადოებაში არის, რომ აი ყველას დაიჭერენ, ყველას გაგვასახლებენ. ამ ავტოკრატიებს აქვს თავიანთი ისტორიები და მათ შორის სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენ ვიცით, რომ სადღაცამდე შეუძლიათ მოჭერა, სადღაცამდე შეუძლიათ დაშინება ადამიანების, მაგრამ აი ეს ბევრი დაშინებული თითქოს და დამცირებული შეურაცხყოფილი ბოლოს ერთ პირს შეკრავს ხოლმე და გამოდის იმისათვის, რომ შეცვალოს აი ეს ყოველად ოდიოზური ვითარება. ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა კი არ გჭირდება. გჭირდება ქართული ხალხის სრული კონსოლიდაცია იმისათვის, რომ ეს ანტიხალხური რეჟიმი მოიშოროს. მადლობა ბატონო გზარ, მადლობა იმისთვის, ჩვენ დიდი რომ მადლობა. ჩვენი სტუმარი